მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიმართ. მადლობა რომ ხართ ჩემთან, მადლობა იმისთვის რომ მიკომენტარებთ. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, არხი გამოიწეროთ, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები და მე დავაანონსებ, რომ 8 მარტთან დაკავშირებით მე გადავწყვიტე გაგახაროთ და ვაანონსებ, რომ ამ თვეში თქვენ გექნებათ ფასდაკლება პირად გაშლაზე. მსურველებმა გთხოვთ, მომწეროთ მითითებულ ნომერზე WhatsApp-ზე. ახლა კი მე თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას. ახსენდებით ჩაფიქრებულ პიროვნებას და თუ ახსენდებით როგორ, რა კონტექსტში. მას ასე, გაშლა გავაკეთოთ ორ ვარიანტად. გაშლა იქნება ორ ვარიანტზე. ახსენდებით პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი იყოს ეს ამეთვისტოს და ვარდისფერი კვარცის სამაჯური, მეორე ეს გიშრის სამაჯური. მეგობრებო, აქ თქვენს ინტუიციაზეა ყველაფერი დამოკიდებული, ამიტომ მოდუნდით, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, დახუჭეთ თვალები, როდესაც გაახელთ თვალს და რომელი ვარიანტიც ან რომელი სამაჯურიც მიგიზიდავთ, ესე იგი ისაა თქვენი ვარიანტი. შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და მე მოგესალმებით პირველებო, ვინც ჩავიფიქრეთ აი ეს ულამაზესი სამაჯური. და ვნახოთ. ახსენდებით ჩაფიქრებულ ადამიანს. მეგობრებო, ამ ადამიანს ახსენდება ერთად გატარებული დღეები, სასიამოვნო დღეები, რა თქმა უნდა, ახსენდებით. ამ ადამიანს ახსენდება თითოეული დღე, რომელიც იყო ხალისით, ბედნიერებით აღსავსე. ახსენდება ის ყველაფერი, სადაც რაშიც იყავით ერთად, შეიძლება საქმე იყოს საერთო, ან მხიარული მომენტები. მე ვფიქრობ, რომ თქვენ გაქვთ გასახსენებელი ორივეს, შეიძლება იყოს ბევრი რამ ნეგატივიც, მაგრამ იყო ძალიან სასიამოვნო ხალისიანი მომენტები თქვენს შორის და გეტყვით, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ახსენდებით. ახსენდება ის ბედნიერი წუთები, რომელიც გაუტარებია თქვენთან ერთად. კიდევ ახსენდებით? მეგობრებო, ახსენდებით არა. ვერ დაგივიწყათ ამ ადამიანმა. შეუძლებელია თქვენაირი ქალბატონი მისი გადმოსახედიდან დავიწყებას მიეცეს. თქვენ მისთვის გაზაფხულივით, სურნელოვანი, ტკბილი და ემოციური ქალბატონი ხართ. თქვენ მისთვის ხართ ძალიან ტკბილი ენერგიების მატარებელი ქალბატონი, რომელსაც შემოჰქონდა მის ცხოვრებაში სიფერადე, სიკაშკაშე და ის ემოცია ძალიან ენატრება ამ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ ტარო გვიპასუხა უკვე როგორ ახსენდებით, მაინც დაუსვავ კითხვას. როგორ ახსენდებით ამ ადამიანს? მაგრამ გეტყვით, რომ ეს ადამიანი გაფრაზებულია მიუხედავად ამ ყველაფრის თქვენზე. რამ გააფრაზა ეს ადამიანი? მეგობრებო, თქვენ არ გააკეთეთ არჩევანი მის
სასარგებლოდ და ამან ძალიან გაანაწყენა, გააბრაზა. ან გონია რომ თქვენ ის არ აირჩიეთ და ის თქვენთვის არ იყო ერთადერთი ადამიანი და მას ეს ძალიან სურდა, ამიტომ ეს ადამიანი ძალიან განაწყენებული და გაბრაზებულია თქვენზე. ახსენდებით ამ ადამიანს? მეგობრებო, არა მხოლოდ ემოციურად ეს ადამიანი, ფიზიკურადაც კი ცუდად გრძნობს თავს და მას ძალიან ჭირდება თქვენი გვერდში ყოფნა ახლა და ამჟამად. მე არ ვიცი თქვენ შორის რა მოხდა, თუმცა ეს უდავოდ ჩანს, რომ მას ფიზიკურ ტკივილამდე, ავადმყოფობამდე მიყავს აი ამ გრძნობებს და აი ამ მონატრებას, თქვენს მონატრებას, უთქვენობას ეს ადამიანი ფიზიკურ ტკივილამდე მიყავს ნამდვილად. და მარტო თითქოს ძალა არ კმარა ამ ადამიანს, რომ მარტომ გაართვას აი ამ სულის გრძნობების ავადმყოფობას, თავის სულის ტკივილს მარტო ვერ ართმევს ეს ადამიანი დღემდე თავს. როგორ ახსენდებით კიდევ? ძალიან ცუდად გრძნობს ადამიანი თავს. ტკივილიანია თქვენი გახსენება. მიუხედავად იმის, რომ ეს ადამიანი თავის გონებაში ცდილობს მხოლოდ კარგი მომენტები გაიხსენოს თქვენი ურთიერთობიდან, ეს ადამიანი მაინც ძალიან ცუდად გრძნობს თავს. ის ეტაპია აქვს ცხოვრებაში, როდესაც მაღალ ძალებს თხოვს გამოიყვანოს აი ამ სიტუაციიდან, რადგან უკვე თვითონ აღარ კმარა ძალა და რესურსი, რომ თავის ემოციებს აღუდგეს წინ. მეგობრებო, კაცების მიმართ არ ვარ ასეთი გულმოწყალე, მაგრამ შემებრალა ეს ადამიანი. აქვს ისევ თქვენს მიმართ ემოციები, აქვს ისევ გრძნობები, მაგრამ ძალიან სტკივა თქვენთან განშორება ამ ადამიანს. დაგემშვიდობებით პირველებო, მე ველი თქვენს უკავშირს დიდი მოთმინებით და დიდი მოლოდინი მაქვს მე, რომ უკავშირზე გამოხვალთ თქვენი კომენტარები, იცით რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ თქვენგანის კომენტარს კითხულობ დიდი სიყვარულით და ემოციით და მე კვლავ ველი თქვენს უკავშირს. დაგემშვიდობებით პირველებო და წარმატებებს გისურვებთ და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ვინც აირჩია აი ეს სამაჯური გიშერის და ვნახოთ. ახსენდებით ამ ადამიანს. გეტყვით რომ ახსენდებით მეგობრებო, მეორეებო თქვენც ამ ადამიანს, მაგრამ მისი მოგონება უკავშირდება უფრო თქვენთან გატარებულ აი ინტიმურ სცენებს. ძალიან ენატრება აი ეს თქვენი ტემპერამენტი. მე ვთვლი რომ აქ თქვენ ფიზიკური კონტაქტიც გქონდათ და ღრმა ურთიერთობა და ამ ადამიანს ახსენდება სწორედ თქვენთან გატარებული ის ცეცხლოვანი და დაუვიწყარი წუთები. ახსენდებით? ახლა ძანთებულია ეს ადამიანი თქვენთან ყოფნის სურვილით. ახსენდებით ამ ადამიანს. თუმცა ეს ადამიანი ამას არაფრით არ ამჟღავნებს. ძალიან ბევრჯერ დაწერა ამ ადამიანმა თქვენი მისამართით SMS-ი,
რომელშიც უნდა და აესახა ეს მონატრების ეს ლამაზი წუთები, რომ ენატრება, რომ გადმოეცა თქვენთვის, მაგრამ შეიძლება არ გაამჟღავნა და ძალიან ბევრჯერ რამდენჯერაც დაწერა, იმდენჯერვე წაშალა და არ გამოგიტყდათ ამ ყველაფერში. ახსენდებით ამ ადამიანს. მეგობრებო, ახსენდებით და ძალიან ცუდად გრძნობს, ძალიან სევდიანია, ირგვლივ მას არაფერი და არავინ აღარ ახარებს, ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაშია, ძალიან განიცდის, შეიძლება ერთგვარად ამ მდგომარეობიდან და რეალობას რომ თავი დააღწიოს ეს ადამიანი, შეიძლება ალკოჰოლსაც კი მიეძალა, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად არ არის კარგად. ახსენდებით, კი. ახსენდება ეს ყველაფერი თქვენთან გატარებული წუთები და ძალიან ცუდადაა ამის გამო. როგორ ახსენდებით? მოდი ვნახოთ. როგორ ახსენდებით? ზურგი აქციეთ და წახვედით, თქვენ მას აჯობეთ ასე ფიქრობს, თქვენ უფრო ძლიერი აღმოჩნდით მასზე და ფიქრობს, რომ ტყუილად ელოდება იმ წარსულის დაბრუნებას. ფიქრობს, რომ ემოციურად, ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერი აღმოჩნდით თქვენ, რადგან თქვენ მას ზურგი აქციეთ და დატოვეთ თქვენს მოლოდინში ეს ადამიანი. როგორ ახსენდებით ამ ადამიანს? მეგობრებო, თუ აქ ხომ არ იყოს სამკუთხედი და ან ხომ არ ფიქრობს ეს ადამიანი, რომ ეჭვიანობს მოკლედ ადამიანი თქვენზე და ახსენდებით როგორც ვარსკვლავი, როგორც მიუწვდომელი, შორს მოკაშკაშე, მაგრამ მისთვის მიუწვდომელი ადამიანი და ფიქრობს, რომ ვერ მიიღო ის, რასაც ელოდა თქვენგან, რადგან არის რაღაც გაურკვევლობა თქვენ შორის და აქვს ძალიან დიდი ეჭვიანობა თქვენს მიმართ ამ ადამიანს. ფიქრობს, რომ ვიღაც ჩაერია თქვენს ურთიერთობაში და შეიძლება თქვენი დაშორების მიზეზად ეს ადამიანი თავის გონებაში ფიქრობდეს, რომ ვიღაც იყო, ვინც თქვენს ურთიერთობაზე მოქმედებდა. როგორ ახსენდებით? იმპერატრიცაც. მისთვის მეგობრებო, იმპერატრიცა და ასევე პენტაკლების დედოფალი ხართ, რომელსაც შეეძლო მისთვის მიეცა როგორც შეიძლება ფინანსურად ამ ადამიანზე მყარათაც იყავით თქვენ, რესურსული ქალბატონი ხართ, რომელსაც თავისი საქმე აქვს, წარმატებულია, შეიძლება დაოჯახებული ქალბატონებიც მიყურებთ და ეს ადამიანი გხედავთ, რომ საუკეთესო დედა ხართ, საუკეთესო ქალი ხართ, ვის გვერდითაც ნებისმიერი მამაკაცი ბედნიერად იგრძნობდა თავს და თქვენ ახსენდებით ამ ადამიანს ძალიან პოზიტიურად იმ კონტექსტში, რომ თქვენ აძლევდით ყველანაირ ემოციას ამ ადამიანს, ყველანაირ დადებით ემოციას ამ ადამიანს შეეძლო
საქმეშიც კი წარმატებული ყოფილიყო, როდესაც თქვენ იყავით მის გვერდით. მას ჰქონდა სტიმული, რომ ფინანსურადაც კი ძლიერი ყოფილიყო. მას ჰქონდა სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტი გაეკეთებინა თავის საქმეშიც და ფიქრობს, რომ ახლა ეს რესურსი დაკარგა, რადგან მას დაკარგული აქვს ამჟამად ინტერესი ზოგადად ცხოვრების. კიდევ ერთი არკანით ვნახოთ, 21 არკანი. მისთვის აი ეს დასასრული ფიქრობს, რომ აი ამ დასასრულით ერთგვარი მისი ცხოვრების ერთი ეტაპი დაიხურა და თქვენ მისთვის ერთგვარად საბედისწერო ქალი ხართ, რომელმაც თითქოს მისი აი ეს ბედნიერი ცხოვრების ციკლი დაასრულა. საკმაოდ სენსიტიური გაშლა გამოგვივიდა, მეგობრებო, ცოტა დავსევდიანდი თქვენ, არ ვიცი, მე თქვენ პოზიტიურ ცვლილებებს გისურვებთ და შორს იყოს თქვენგან ყველანაირი სევდა და ნეგატივი და მე დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტო თქვენს და გელით კომენტარებში ძალიან მაინტერესებს, რამდენად რეზონირდა დროებით.